დღეს გაგიზიარებთ უმარტივესი ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც თან ძალიან გემრიელი გამოვიდა, რომელსაც არც სხობა და არანაირი ზედმეტი არაფერი არ სჭირდება. გადავიდეთ კრემის მომზადებაზე. ამისათვის გამოვიყენე 200 გრამი კრემყველი, რომელსაც დავუმატე შესქელებული რძე, მიქსერით კარგად გადავურიე და მხოლოდ ამის შემდეგ დავუმატე მაღალპროცენტიანი ნაღები. ფრთხილად ამოვიყვანოთ ნაღები, როდესაც ასეთი ჰაეროვანი და ფაფუკი სტრუქტურის გახდება ჩვენი კრემი უკვე სრულიად საკმარისი არის და აღარ არის საჭირო რომ ზედმეტად ასე ვთქვათ გადავთქვიფოთ ნაღები და შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. დაგვრჩება ღრმა ჭურჭელი, ნებისმიერი ორცხობილა, ასევე რძე და ჩვენს მიერ მომზადებული კრემი. ორცხობილა ამოვალოთ რძეში და ეს იქნება ჩვენი პირველი ფენა, შემდეგ უნდა მოვათავსოთ კრემი და ასე ვიმეორებთ იქამდე სანამ ჩვენი ჭურჭელი არ შეივსება. ბოლოს უნდა გადავიტანოთ მაცივარში მთელი ხამის მანძილზე. და დაგვრჩა ბოლო ეტაპი, ამისათვის გამოვიყენე 200 გრამი შოკოლადი, დავუმატე 60 გრამი ნაღები და შეგვიძლია გავადროთ 2 თვლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში, შეგიძლიათ ასეც დატოვოთ და ასეც მიირთვოთ, როგორც გნებავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ შოკოლადი უფრო მეტად მოუხდა, თან ასე ვთქვათ, დაფარა ეს ზედაპირი და უფრო ლამაზიც არის, ასე ვთქვათ და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დაგემოვნებაზე.